მოგესალმებით. მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა? და რას გრძნობს რეალურად ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენთან მიმართებაში? რა ემოციებს, რა გრძნობებს განიცდის თქვენთან დაკავშირებით? და ეს ყველაფერი განვიხილოთ მეტად თქვენ სამ ვარიანტად. შესაძამე დავიწყეთ. პირველი ვარიანტი, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. მეორე ვარიანტი, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა და მესამე ვარიანტი, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. კარგით. პირველი ვარიანტი გვექნება აი ეს სოკო. მეორე ვარიანტი გვექნება აი ეს მწვანე სოკო და მესამე ვარიანტი გვექნება აი ესეთი სოკო. ცოტა უფრო მეტად გავანათებ, რომ უფრო მეტად კარგად დაინახოთ. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. იმედია სამივე ვარიანტი თქვენთვის ძალიან კარგად არის გამოსახული კადრში. მე კი ცოტა ხანი დაგაცდით და ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვარიანტი პირველი, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა. ჩაფიქრებული ადამიანი ახლა ამ მომენტში არის ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არ ესესიამოვნო ენერგიებში. მის თავში ახლა მოდის ძალიან ცუდი, უარყოფითი აზრები, შიშები, შფოთვები, მისი ძილიც კი არ არის 7. რადგან მას ახლა ამ მომენტში არ აძლევს მოსვენებას გარკვეული უარყოფითი ფიქრები. რასთან დაკავშირებით აქვს ეს უარყოფითი ფიქრები? პირველი ვარიანტი, მოდით ვნახოთ. რასთან დაკავშირებით აქვს ეს უარყოფითი ფიქრები ჩაფიქრებულ ადამიანს? უკაცრავად. არკანის სამართლიანობა ამოვიდა. და არკანის შეყვარებულება. არ ვიცი რა ხდება ამ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლებელია ადამიანი ნერვიულობდეს და განიცდიდეს თავისი ურთიერთობების ქორწინების შესახებ, იურიდიული საკითხების შესახებ. შეიძლება იყოს განქორწინება, გაყოფა, გარკვეული, ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს გაყოფა, საცხოვრებელი სახლი, კარმიდამო, გარკვეული იურიდიული საკითხები, ხო, როდესაც ორი ადამიანი, ვთქვათ, სცილდება ერთმანეთს და ორი ადამიანი იყოფს გარკვეულ ერთად თანაცხოვრებაში ნაცხოვრებ და ნაყიდ უძრავ თუ მოძრავ ქონებას, ხო? ეს როგორც ვარიანტი. თუმცა რეალობაში ადამიანი განიცდის უშუალოდ იმას, რაც ეხება მის პარტნიორულ ურთიერთობას, ეხება ყველაფერს, რაც უშუალოდ ამ თემის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პრობლემა უყვარვარ არ უყვარვარ. აქ არის პრობლემა ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანი ამ ადამიანისათვის და აგხსნით რატომ? იმიტომ რომ ამ ურთიერთობის უკან არის კიდევ სხვა საკითხები, ხო? სხვა საკითხები, ხო? როდესაც ეს სხვა საკითხებიც ავტომატურად მოსაგვარებელი და დასალაგებელი ხდება. საკითხები, რომლებიც არ აძლევს ადამიანს მოსვენებას, დაკავშირებული არის მეორე ადამიანთან. და ეს მეორე ადამიანი და მასთან დაკავშირებული პრობლემები და ფიქრები და შიშები. მოვფიქრობ, რომ ამ ადამიანის ურთიერთობა, თუნდაც პარტნიორული
მივიდა უკვე რაღაც პიკამდე, რაღაც გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე არის გადასული, რომელიც ადამიანს ძალიან უჭერს, ან უკვე მისულია ეს ეტაპი, დადგა უკვე ეს ეტაპი, როდესაც უკვე გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აი ეს გასაგების იქით უკვე ადამიანის შესაძლებელია ვერ ხედავდეს ამ ეტაპისთვის ვერც მომავალს, ვერც განვითარებას, სად წავიდეს, როგორ იცხოვროს, როგორ გააგრძელოს თავისი ყოფა და ეს ფიქრები მას ძალიან სტაჯავს, ძალიან აშინებს, ძალიან აფიქრებს, ხომ? ძალიან აფიქრებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ახლა აქ ჩაიფიქრეთ. რომელიც უკვე ფუნდამენტალურად შეცვლის მის რეალობას, რისთვისაც საერთოდ არ არის მზადყოფის ჩაფიქრებული ადამიანი. მოდით ახლა ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით რას გრძნობს ეს ადამიანი. თქვენთან დაკავშირებით რას გრძნობს ეს ადამიანი. ათიანების თასები, ხუთიანების პენტაკლები, იმპერატორი ქალი. თუ თქვენთან მიმართებაში აქვს ადამიანს ეს ყველაფერი, ხო? ანუ ვიცით რა არის ეს, შეიძლება მშობლის და შვილის ურთიერთობაც შეიძლება იყოს, ხო? პარტნიორების ურთიერთობა, საქმიანი პარტნიორების ურთიერთობა. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა აქ ვინ ჩაიფიქრეთ, ხომ? გულისხმობ რა ტიპის ურთიერთობას ვეხებით, ხომ? დედა-შვილურს, პარტნიორულს, სამკუთხედს და ასე შემდეგ. მე გეტყვით რაში არის აქ საქმე. ადამიანი განიცდის და ნერვიულობს, იმიტომ რომ ხვდება რომ ყველაფერი ისე აღარ მიდის და აღარ განვითარდება როგორც მას უნდა და რომ შეიქმნა გარკვეული კარმული, ვთქვათ, სცენარი, სადაც უკვე ადამიანმა უნდა გადაიხადოს გადასახადი, ენერგეტიკული, ფინანსური არ აქვს მნიშვნელობა და ეს გადასახადი ზუსტად დაკავშირებული არის რაღაც უმეტეს შემთხვევაში დოკუმენტებთან, საკითხის იურისპრუდენცია, იურიდიული საკითხები და ეს ყველაფერი აშინებს ადამიანს, მაგრამ თქვენთან მიმართებაშიც ამ ადამიანის ფიქრები ხო რაღაცნაირად აი ძალიან ოჯახური, აი, როდესაც ორი ადამიანი ცილდება, ძალიან გავს პირველი ვარიანტი ამას, ხო? ან ვთქვათ, როდესაც დედა-შვილის ურთიერთობაში, თუმცა დანაკლებად არის ეს დედა-შვილის ურთიერთობა, თუ მაგალითად თქვენ მესამე პირი ხართ და ადამიანს ახლა ესეთი რაღაცა რთული პერიოდები აქვს ოჯახში მეუღლესთან და ასე შემდეგ, თქვენთან მიმართებაშიც ახლა ამ მომენტში ადამიანი კი, მისთვის ძვირფასი ხართ, მნიშვნელოვანი ხართ, მაგრამ რაღაც განიცდის კრიზისი, იმიტომ რომ მთელი მისი გონება არის მომართული ამ პროცესებისაკენ. თუ თქვენ ხართ ეს ადამიანი, ხო? ვისთანაც ახლა აი ამ ენერგიებში ხდება, ხო, მოხარშვა. ანუ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც მიიყვანა ამ ტრანსფორმაციამდე ეს ურთიერთობა, ან თვითონ მივიდა ეს ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიიყვანა თუ მივიდა. ფაქტი არის, რომ ადამიანი ახლა ძალიან განიცდის ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ერთგვარი ხუთიანების პენტაკლების მდგომარეობა, ანუ კრიზისი აქვს ადამიანს, ხომ? ანუ ჩამოეშალა ის სცენარი, რაც ადამიანს ეგონა, რომ მუდმივად ასე გაგრძელდებოდა, იქნებოდა სავსე, იქნებოდა ისე, როგორც მას ეს უნდოდა, იქნებოდა ყოფიერ დონეზე ყოველთვის მიანიჭებდა კომფორტის მდგომარეობას, ბედნიერებას, მაგრამ აშკარად ეს ასე არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის სიტუაცია, როდესაც ორი ადამიანის ურთიერთობაში უმეტესწილად ეს არის განქორწინება, დაშორება, ურთიერთობის დაშლა და გარკვეული შესაძლოა ფინანსური ვალდებულებები, ალიმენტები, ქონების გაყოფა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ძალიან პირდაპირ ინფორმაცია, მაგრამ თუ უფრო ირგვლივ მიმოვიხილავთ ამ ყველაფერს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ახლა დგას სერიოზული კარმული პროცესების წინაშე. და ეს კარმული პროცესები აჩვენებს იმას, რომ თქვენთან მიმართებაშიც ახლა ადამიანი არის კრიზისში, თუ ეს არ არის თქვენი ოჯახის წევრი, მეუღლე, ყოფილი მეუღლე და ასე შემდეგ, თუ გადაუხვევთ ამ თემას, ანუ ადამიანი ახლა ვერ და არ ფიქრობს პოზიტიურად, იმიტომ რომ მას აქვს გარკვეული სირთულები. სხვათაშორის ეს შეიძლება უშუალოდ ესეთი რამაც იყოს, რომ მას აქვს გარკვეული თუნდაც ვალები, შეიძლება იყოს ეს, ანუ გარკვეული
ფინანსური კრიზისი, ეს მასაც ეთყობა, მის ოჯახსაც და რა თქმა უნდა თქვენთან მიმართებაშიც ახლა მას არ ეფიქრინება რაღაც ასე ვთქვათ, სიყვარულის და ვარდისფერი ენერგიების სფერებში, ხო? იმიტომ რომ მას აქვს ახლა გარკვეული ფინანსური სირთულები, რომელიც მან უნდა მოაგვაროს, ხო? იმიტომ რომ ეს ფინანსური სირთულები, როგორც კარმული სცენარი, ძალიან ასე ვთქვათ, მტკივნეულად უკაკუნებს მას. ესეთი ინფორმაცია წამოვიდა პირველი ვარიანტი თქვენთან, მაგრამ ეს არის ძალიან ესეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ წერტილში აჩვენა ეს კონკრეტული სცენარი, თუმცა განმეორდები, თუ თქვენთან საერთოდ არ მოვიდა შეხებაში, ესე იგი ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ვარიანტი არ არის და რაღაც სხვა უნდა აგერჩეთ, იმიტომ რომ პირდაპირ დადებულია სცენარი, სადაც ვერანაირად ვერ დავატრიალებთ პროგნოზს თქვათ სხვა მიმართულებით, გადავედით მეორე ვარიანტზე და ვნახოთ, რა ხდება და რა ენერგიებშია ხა ჩაფიქრებული ადამიანი. ჩაფიქრებული ადამიანი ან მოგზაურობს, ბევრს მოძრაობს, დადის, თავის პატარა გამარჯვებები, ტრიუმფები, ცვლილებები აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ადან B პუნქტამდე მიიჩქარის. ყოველ შემთხვევაში ახლა ადამიანი ძალიან ენერგიულია, მოტივირებულია, მზად არის დაიპყროს ახალი მწვერვალები. შესაძლებელია რაღაც ახლო წარსულში იყო რაღაც გარკვეულ მოგზაურობაში, თუნდაც ადამიანი და საკმაოდ ამაღლებული, ვთქვათ, ენერგიებით არის დაბრუნებული. ნებისმიერ შემთხვევაში ენერგეტიკულ დონეზე ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ადამიანი კმაყოფილია საკუთარი, ვთქვათ, მიღწევებით, ადამიანი ხა ტრიუმფატორია, გამარჯვებულია თავის პატარა თუ დიდ გამარჯვებებში. და რას ეხება ეს მისი ტრიუმფები და გამარჯვებები? შვიდიანების თასები, ხუთიანების პენტაკლები, არკანის სამართლიანობა, სამიანების ხმლები და ექვსიანების პენტაკლები. სამიანების კვერთხები. თითქოს ადამიანი რაღაცა თავისი ცხოვრების რთული ეტაპიდან გამოვიდა. რთული ეტაპიდან გამოვიდა, ადამიანი თვლის, რომ ყველას ყველაფერი თავის ანუ სათანადოდ მიეზღვა, მიუძღვა, ყველას თავის სათანადო სცენარით გასცა პასუხი, რომ ადამიანი თვლის, რომ დამთავრდა მის ცხოვრებაში ხა რაღაცა ძალიან რთული და ცუდი ეტაპი, მე ასე შემიძლია გითხრათ. თითქოს ადამიანი რაღაცნაირად მარტოც არ არის, თითქოს მას რაღაც მოტივატორი წყავს, შეიძლება ეს იყოს მეგობარი, ახლობელი ადამიანი, შესაძლებელია თავად უკეთებდა საკუთარ თავს მაქსიმალურად მოტივაციას, მაგრამ მე ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი ტრიუმფს განიცდის იმაში, რომ თითქოს გამოვიდა და გამოძვრა განმეორდები რაღაცა ძალიან რთული სიტუაციიდან და ეს რთული სიტუაცია მისთვის დამთავრდა გამარჯვებით, ხო? მან მიიღო ის რისი მიღებაც უნდოდა და თითქოს ახლა ადამიანი რაღაცა ჰორიზონტზე იყურება, ჰორიზონტს მიღმა იყურება და ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაალაგოს თავისი ფინანსები, თავისი პირადი, თავისი ცხოვრების, ვთქვათ, მნიშვნელოვანი ასპექტები და მომენტების სწორი აქცენტები დასვას და ადამიანი ახლა რაღაცნაირად განახლებული ენერგიებით მიიწევს წინ. მოდით ვნახოთ თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს ეს ადამიანი. თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს? მე ასე ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენთან მიმართებაში, იცით რა არის? ეს არის ძალიან ხასიათის ადამიანი სხვათა შორის. და თქვენთან მიმართებაშიც ამ ხასიათს ძალიან ინტენსიურად ავლენს. პირველ რიგში იცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც უნდა რომ მიიღოს მაშინ იმ წუთას და იმ მომენტში, როდესაც მას რაღაცის მიღება უნდა თქვენგან. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი აბსოლუტურად, რაც მოიაზრებს ინტიმურ ურთიერთობას, სიახლოვეს, ვთქვათ, ემოციურ ბედნიერებას, რაც მას ანიჭებს ხომ. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ახლა არის რაღაცნაირად საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული, ძალიან ძლიერი, ის ასე ხედავს ამას ყოველ შემთხვევაში, რომ მას შეუძლია მიიღოს თქვენგან ის სცენარი, ის რეალობა, რომელიც მას უნდა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლა აქ ვინ ჩაიფიქრეთ და ვისკენ მომართეთ თქვენი გონება, ანუ მეგობრებო, ნახეთ, თუ მე ვსაუბრობ პარტნიორული ურთიერთობების
კონტექსტში შესაბამისად და თქვენ შვილი ჩაიფიქრეთ ან მეზობელი ან ნათესავი თავისთავად უნდა გადმოალაგოთ სცენარი თქვენზე, ხომ? იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ყველა ადამიანს და 100,000-ობით მსმენელს ვთქვათ რაღაცა ერთი და იგივე სცენარის ენერგიებზე ვესაუბრო. ხომ უბრალოდ ვკითხულობ ვიბრაციებს და შესაბამისად ვიბრაციები უკვე უნდა გადაანაწილოთ თქვენ და შესაბამისად როგორც ეს მოდის თქვენს ვარიანტში კონკრეტულად, ხო? ან თქვენ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი არის აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ მას შეუძლია მიიღოს თქვენგან ყველა ის სასურველი სცენარი, მომენტი, რეალობა, რომელიც მას სურს იმ მომენტში, თუმცა განმეორდები ეს არის ადამიანი ხასიათის და თუ ადამიანი არ არის განწყობაზე, ახლა ან რაიმე პრეტენზია აქვს თქვენთან მიმართებაში, მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ და როგორც არ უნდა გააკეთოთ და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ადამიანს ვთქვათ, დაანახოთ თქვენი კეთილი განწყობა და დამოკიდებულება, ადამიანი, იცით რა, ეს არის განებივრებული ადამიანი, რომელსაც საკმაოდ აეწია თვითშეფასება გარკვეული სირთულიდან გამოსვლის შემდგომ, ხო? ან შეიძლება რაღაცა კონფლიქტი ჰქონდათ ამ ადამიანთან, ან რაღაცა გაუგებრობა ჰქონდათ და არა რაღაცა სხვა პრობლემებზე არ ვსაუბრობთ და შესაბამისად ახლა შერიგდით, თითქოს ადამიანმა გაპატიათ, სიტყვაზე ვამბობ, ხო, ან რაღაცა ურთიერთობა ახალ ეტაპზე დაიწყეთ თითქოს, მაგრამ ანუ ადამიანი პირიქით ახლა არის უფრო მეტად რაღაცა ესეთი თავდაჯერებული, ხო, რაღაც პატარა ადამიანებს ჩვევიათ, ხო, უკაცრავად ჩემი პირდაპირობისთვის, მაგრამ თუ კი რაიმეს აპატიებ ან გაუგებ ადამიანს, მიიღებ მას ხელთავიდან, ხო, ადამიანი თulis რომ ის არის მართალი, პატარა ადამიანი ასე თulis რომ ის არის აბსოლუტურად სწორი თქვენთან მიმართებაში და თქვენ მის გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება და ამიტომ ის ასეთი ძვირფასი, ლამაზი, სექსუალური, საოცარი და სამყარო საჩუქარი თქვენ უნდა ესე ვთქვათ ატაროთ ხელის გულზე და თუ ხასიათზე უნდა მიიღოთ, თუ არ არის ხასიათზე არ უნდა შეაწუხოთ ზედმეტი კითხვებით. მოკლედ მე ასე ვიტყოდი, ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებს საკუთარი აზრების და საკუთარი ასე ვთქვათ კომფორტის ზონისთვის. ხვდებით ხომ, ეს არის ადამიანი, რომელიც არის საკუთარ თავზე ორიენტირებული, მიხვდით ხომ? საკუთარ თავზე ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ და მის ხასიათებს უნდა შეესაბამებოდეს და მის გუნება განწყობდეს თითოეული თქვათ თქვენი გამოხატულება მის მიმართ. კარგი, მე ხა კითხვა მაქვს, რეალურად ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? ვინ ხართ რეალურად ამ ადამიანისთვის? ნუ არკანის შეყვარებულები ამოვიდა, და შვიდიანების კვერთხები ამოვიდა. განმეორდები თქვენ ამ ადამიანისთვის ხართ ასე ვთქვათ ადამიანი, ქალი, მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც უნდა ერგებოდეს მის სცენარს და უნდა ერგებოდეს მის მიერ დანახულ რეალობას, ხო? და თუ ეს ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, ადამიანი მაქსიმალურად შეეცდება, რომ სადღაც დათრგუნოს თქვენი კეთილი ნება და სურვილი. ამიტომ ესე ვიტყოდი, რომ ადამიანი რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში, ადამიანი პირველ რიგში თავის საკუთარ თავს გრძნობს და მე უკვე სხვა დანარჩენს, ხო? მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი ნეგატიურად ან ცუდად ან უარყოფითად არის, ხო, განწყობილი თქვენს მიმართ, ამას არ ვიტყვი, უბრალოდ ადამიანი უფრო მეტად კონცენტრირებულია საკუთარ სურვილებზე, ვიდრე თქვენ სურვილებზე, მიხვდით, ხო? ანუ არათანაბარი არის მისი დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში, გულისხმობ თქვენი სურვილები იჩაგრება, თქვენი მე იჩაგრება, იმიტომ რომ განმეორდები აშკარად ადამიანი თulis რომ სამყაროს დიდი საჩუქარია თქვენთვის სამყაროსგან და შესაბამისად არა ის თქვენ, არამედ თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ უფრო მეტად მას, იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ მის გარეშე და თქვენ გეფიქრებათ მასზე, ხვდებით ხომ? თორემ ის ისეთი მაგარია და ის ისეთი ტრიუმფატორი და გამარჯვებულია, რომ პირიქით თქვენ დაკარგავთ ბევრს, ნუ განმეორდები მისი ფიქრებია ესეთი, ვიდრე ის დაკარგავს თქვენთან მიმართებაში, ხო? ანუ ისიც დაკარგავს, მაგრამ ანუ თქვენ უფრო მეტად მინუსებში იქნებით მისგან განსხვავებით. ის ესეთი მაგარი ტრიუმფატორია და გამარჯვებული, ამიტომ თქვენი დარდეთ, მისი, ასე ვთქვათ,
წასვლათ უნდა თქვენი რეალობიდან, ხო? კარგი манипуляტორია მეორე ვარიანტი. ეს ადამიანი ძალიან კარგი манипуляტორია, თუმცა მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ეს манипуляტორობაც თითქოს ადამიანმა ისწავლა იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ იყო დრო, როდესაც მის თვითშეფასებაზე კარგად დარბოდნენ და კარგად გაუთელეს და ეხლა რაღაცნაირად ადამიანმა ტოქსიკურად გადაწყვიტა ამ თვითშეფასების დემონსტრირება თქვენთან და გარშემო სამყაროსთან. ეს არის ჩემო ძვირფასებო რეალობა ამ ადამიანის ირგვლივ და ვნახოთ ახლა რა ხდება. მესამე ვარიანტი, ხო? მესამე ვარიანტი თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა განიცდის გარკვეულ ცვლილებებს. ადამიანი ფიქრობს, რომ მას სიკეთე არ დაუფასეს ადამიანს მისი ჩადებული ენერგია. ადამიანი არ არის კმაყოფილი, ხო? თითქოს ადამიანს კიდევ ერთხელ ჩამოეშალა ის სცენარი, რომლის იმედიც ჰქონდა, რომ გამოვიდოდა, კარგი იქნებოდა, სტაბილური იქნებოდა, ხო? ადამიანს დაემსხვრა თავისი, ასე ვთქვათ, ემოციები სავსე თასები, რომელსაც ფიქრობდა, რომ ესე ვთქვათ, სწორი მოდი ასე ვთქვათ, ამ ადამიანმა არასწორი მისამართით ჩადო გარკვეული ენერგიები, ძალისხმევა, სიკეთეები, დრო, ემოცია და ასე შემდეგ. ადამიანი ხვდება, რომ ეს არ იყო სწორი მისამართით გაკეთებული და მე ვერ ვიტყვი ხა ადამიანი, რომ თლად დადებით ემოციებში და ენერგიებში, ნამდვილად ადამიანი გულდაწყვეტილია. მაგრამ ადამიანი ხვდება, რომ უნდა წავიდეს და გზა გააგრძელოს, ხო? მოდი ვნახოთ, რასთან დაკავშირებით არის ეს ადამიანი, იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი, ასე ხება ეს. სამიერების კვერთხები, იმიტომ თავის თავს ვერ პოულობს ადამიანი, შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს რაღაცა მიზნები უნდა რომ დაისახოს, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ თითქოს ხვდება, რომ არ არის მისი ადგილი. ხო, კიდე რას ეხება? მისი რუიანების თასები, რაზე არის ესე იმედგაცრუებული არკანი მთვარე და არკანი კვერთხების დედოფალი. და ექვსიანების პენტაკლები. თითქოს ადამიანი დარდობს იმას, რომ კონკრეტულმა კვერთხების დედოფალმა, ანუ კონკრეტულმა ქალმა ან მოატყუა, ან ასე ვთქვათ, ანუ თითქოს ადამიანის მიმართ მან უფრო მეტი გასცა, ვიდრე ადამიანისგან მიიღო. თითქოს თავს გრძნობს მოტყუებულად. მთვარეში რა იმალება? ხო, თითქოს ადამიანმა მოატყუა, თითქოს ეს იყო რაღაცა სიყვარულის მსგავსი, თითქოს რაღაცა რომანტიკა, ადამიანს ეგონა, რომ აი თითქოს რაღაცა დაიწყო, რაღაცა თითქოს სხვანაირი, სხვა ფერებით ესე ვთქვათ, შეიღება მისი შავ-თეთრი სამყარო, მაგრამ საბოლოო ჯამში თითქოს ადამიანი არის გაცრუებული კონკრეტული მეორე ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი იყო ძალიან ზედაპირული იყო. ხვდებით ხომ თითქოს მეორე ადამიანის მხრიდან და ამაზე არის ძალიან იმედგაცრუებული. შეიძლება თქვენც იყოთ, ანუ არ ვიცი, ან შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანს ვხედავდეთ ახლა ამ კვერთხების დედოფლის სახით, ხო? კიდე რაზე ხარ? მესამე ვარიანტი, იმედგაცრუებული. კიდე რაზე ხარ, ხო? პენტაკლების ტუსი, თხენების კვერთხები, დახმლების, ანუ ნახეთ, რაც ადამიანს ეგონა სტაბილური, ეგონა შანსი, ეგონა რომ რაღაცა ახალი იქნებოდა მის ცხოვრებაში, აი იპოვა, აი მიაღწია იმ სტაბილურობას და სამყარომ დაასაჩუქრა ის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და ზის ახლა გაბრაზებული, ხვალმოღერებული სამყაროზე ასე ვთქვათ, ეს ხება ფინანსებსაც სხვათა შორის და ახლა ადამიანი არის ძალიან გაბრაზებული, იმიტომ რომ, ყველაზე დიდი დისბალანსი, მოდი ასე ვიკითხავ, რომელ სფეროში განიცდის ახლა ეს ადამიანი, აი მაინც დავაკონკრეტოთ, ყველაზე დიდი დისბალანსი კვერთხების მეფე საკუთარ ქმედებებში. ანუ ადამიანი თავს გრძნობს უსარგებლოდ, არ გრძნობს ადამიანი თავს კარგად, შეიძლება იქ იყოს ჯანმრთელობის პრობლემა. ხო, ადამიანი გრძნობს, რომ მისი პოტენციალი, მისი ენერგია ახლა არის მინუსებში წასული. მინუსებში არის წასული, იმიტომ რომ სადაც არ იმოქმედა, სადაც რა გააკეთა, თითქოს ადამიანს არ გაუმართლა და ახლა რაღაცნაირად ყველაზე მეტად იმედგაცრუებული არის იმაში, რომ
მისი ენერგია სამყარომ და მისი ჩართულობა სამყარომ სათანადოდ ვერ დაინახა, ხო? ვერ შეამჩნია ის ასეთი ქარიზმატული, ძლიერი, საინტერესო, ანუ ადამიანს აქვს ტოტალური დაუფასებლობის შეგრძნება. ოკეი, კაი, გავიგე. ეხლა შენ მე მითხარი ასეთი რაღაცა, რას ფიქრობ? მესამე ვარიანტი, ჩაფიქრებული ადამიანის მიმართ, რას ფიქრობ? ვინ ჩაგიფიქრა იმის მიმართ, რას ფიქრობ, მითხარი? რას ფიქრობ ამ ადამიანის მიმართ? თასების დედოფალი, ოთხიანების თასები, შვიდიანების ხმლები და ცხრიანების პენტაკლები. ჩამოკიდებული კაცი, არკანი ეშმაკი და ხუთიანების ოხრა გაბრაზებულია თქვენზე, იმიტომ რომ ადამიანი თვლის, რომ თქვენ შესაძლოა ხართ მატყუარა, თოთ შორის თქვენ შეიძლება ის ქალი თქვენი ყავით, ხო? მატყუარა, ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც რაღაც მხრივ შესაძლებელია. იცით რა არის? ადამიანი არის გაბრაზებული თქვენზე, ადამიანი არის გაბრაზებული, ადამიანი არის ნაწყენი თქვენზე, თქვენთან მიმართებაში ფიქრობს, რომ თქვენ შესაძლოა არ იმსახურებდეთ იმას, რაც ახლა გაქვთ, ის რომ თქვენ ეს არ გეკუთვნით. სხვათა შორის ადამიანს ძალიან უნდა რომ დაგინახოთ, რომ არ ხართ კარგად, არ ხართ ბედნიერი, რომ ხართ რაღაცა ტოქსიკურ ურთიერთობებში, სიტყვაზე თქვენ, ანუ ტოქსიკურ სამსახურში, ტოქსიკურ გარემოებებში. ნახეთ, რაც თვითონ სჭირს ადამიანს, ანუ უნდა რომ იგივე თქვენშიც დაინახოს, რომ რაღაცნაირად შვება იგრძნოს მიხვდით, ხო? იმიტომ რომ ადამიანი არის ძალიან გაბრაზებული. ძალიან გაბრაზებული ადამიანი. და ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ყველაფერი იმაში, რაშიც თქვენ ხართ, თქვენ ეს არ გეკუთვნით, არ დაიმსახურეთ, ან ყოველ შემთხვევაში, რაც გაქვთ დაუმსახურებლად. უკაცრავად. ყველაზე დიდი სიბრაზე რა არის, რასაც იწვევთ, რაშიც იწვევთ თქვენ, უბრალოდ რასაც იწვევთ თქვენ ამ ადამიანში, რა არის ყველაზე დიდი სიბრაზე, რა ღიზიანებს ადამიანს თქვენში? ოთხიანების პენტაკლები, ცხრიანების პენტაკლები და ქურუმი ქალი. საბოლოო ჯამში ყველაფერია, ყველაზე მეტად ადამიანს აღიზიანებს ის, რომ მიაღწიეთ იმას, რისი მიღწევის დანახვაც ამ ადამიანს ყველაზე მეტად არ უნდათ. ხო, ხა ადამიანი თulis, რომ სადღაც თავში გაქვთ ავარდნილი, სადღაც მარტო ფინანსებზე ფიქრობთ, მხოლოდ თქვენს კეთილდღეობაზე ფიქრობთ, საკუთარი კომფორტის ზონაზე ფიქრობთ. ასევე ის აღიზიანებს, რომ ვერ კითხულობთ, სადღაც ვერ კითხულობთ თქვენზე ინფორმაციას. აღიზიანებს ის, რომ შეიძლება იყოთ დაინტერესებული მაგიით, ტაროლოგიით, ეზოთერიით, მიხვდით ხომ? ანუ აღიზიანებს ადამიანს ის, რომ თქვენ გადაწყვიტეთ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით და გააკეთოთ ყველაფერი ის, რაც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ ამ ცხოვრებაში, მის გარეშე ყოველ შემთხვევაში, მიხვდით ხო? მის გარეშე. და აი ეს აღიზიანებს ადამიანს ძალიან. ხო, შეიძლება ამასაც ამობდეს, შენ ფულის მეტი არაფერი არ გაინტერესებს, მხოლოდ ფულზე ხარ ორიენტირებული და აი ეს ძალიან აღიზიანებს თქვენში. ძალიან აღიზიანებს თქვენში. იმდენად აღიზიანებს, რომ აი სიამოვნებით, სხვათა შორის არ ენდოთ რა ამ ადამიანს, იმიტომ რომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ენერგია ხართ. ამ ადამიანს ხელში რომ ჩაუვარდეს, ნებისმიერ მომენტში შეეცდება რომ დაგარტყათ, ან გული გატკინოთ, ან რაღაცა ცუდად შეეხოს თქვენს ენერგიებს, ამიტომ მაქსიმალურად გერჩევდით, რომ ადამიანი დატოვოთ იქ, სადაც არის, ნაწყენია, გაბრაზებულია თქვენზე, ეს მისი პრობლემაა, ეს მისი ცხოვრება და თუ უნდა ამ ენერგიებში ყოფნა დაეიღოს, მაგრამ თქვენ ეცადეთ რომ არ შეიხოთ ეს ყველაფერი, ხო? არ შეიხოთ ეს ყველაფერი და ერთი კითხვაც მაქვს, უნდა აღადგინოთ თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა, რაღაცა ეს კითხვა მინდა რომ დავსვა, უნდა აღადგინოთ თუ არა ფორტუნას ბორბალი, ეს ადამიანი პერიოდულად ზომიერება, ცხრიანების თასები, ორიანების ხმლები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღადგინოთ ეს ურთიერთობა, პერიოდულად შეიძლება ამ ადამიანზე ამ ადამიანზე ფიქრები პერიოდულად მოვიდეს ხოლმე თქვენთან, მესმის, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება თქვენც არ ყავთ ეს ადამიანი ბოლომდე გაშვებული და ამიტომ ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი, მაგრამ
განმეორდებით თქვენ ახლა ფორტუნას ბორბალმა გადაგალახინათ, ანუ მე-14 არ გაგვი შეხვედით ზომიერების ენერგიებში, კარგად ხართ, ბედნიერად გრძნობთ თავს, მაგრამ როგორც კი ეს ადამიანი შემოვა თქვენს რეალობაში, ჩათვალეთ, რომ ისევ რაღაცა ქაოსი დაიწყება, ისევ დაიწყება თავიდან ის სცენარი, რომელიც შესაძლოა უკვე გავლილი გაქვთ, ხო? მთლიანად თუ არა ნახევარი გზა მაინც. ამიტომ გირჩევთ, რომ ნახეთ, ის გაბრაზებული სხვა მიმართულებით მიდის, თქვენ კვერთხების რაინდი საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიხართ და წინიარეთ თქვენი გამარჯვებებისაკენ და კიდევ ერთხელ განმეორდები, არავის არ მისცეთ უფლება, რომ აი ამ ენერგიებიდან გადმოგიყვანონ. მე კი დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო.